როგორც მოგეხსენებათ, არჩევნებში მონაწილეობს 12 პოლიტიკური გაერთიანება, რომელთაც მიეცათ შეასრულებლად თავისუფლად და თანასწორ პირობებში წარემართათ საარჩევნო კამპანია. საარჩევნო პროცესი იყო კონკურენტული და თვისებრივად თავისუფალი როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან, ისე მუხარისგან, ზეწოლისგან და ძალადობისგან. მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინა საარჩევნო პროცესების მაღალ დონეზე ადმინისტრირებისათვის, აგრეთვე სამართალდამცავ უწყებებს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვისათვის. ხოლო შედგება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები თავიანთი ქალაქებისა და სოფლების განვითარების ბედს განსაზღვრავენ. მოხარული ვართ, რომ გასული წლების განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობა იქცა ხელისუფლების რგოლად, რომელიც საზოგადოებაში გამორჩეულად მაღალი დობით სარგებლობს. ეს არის მიღწევა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე განსაკუთრებულად უნდა გაუფრთხილდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამოქალაქეები ხვალ გააკეთებენ ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენი ქალაქებისა და სოფლების თითოეული მუნიციპალიტეტის წინსვლასა და განვითარებას ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს. საქართველოს მთავრობის სახელით სურს თხოვოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, თითოეულ ამორჩევალს გამოავლინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ხმა მისცეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. როგორც მოგეხსენებათ, რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა ხვალ დაანონსეს მიტინგი, რომლის გაცხადებული მიზანია დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება. ამ მიტინგის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა აიღეს, ან და მის განცხადებულ მიზანს ხარდაჭერა გამოუცხადეს ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ, ახალმა, ლელომ და რამდენიმე შედარებით მცირე პოლიტიკურმა პარტიამ. გარდა ამისა, მიტინგსა და მის მიზანს ხარდაჭერა გამოუცხადეს თელმა რიგმა რადიკალურმა და ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა და დაჯგუფებებმა, რომელთა უდიდესი ნაწილი უცხოური წყაროებიდან ფინანსდება. თავისთავად ცხადია, რომ მიტინგის მიზანი არა მხოლოდ არაკონსტიტუციურია, არამედ მისი აღსრულების ნებისმიერ ცდილობასაც სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს. გარდა ამისა, მიტინგის წინასწარ გაცხადებული მიზნიდან გამომდინარე, მისი მონაწილეების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერ ძალადობრივ აქტს მიესადაგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმაზე მკაცრი მუხლები, ვიდრე შარშანდელი მიტინგების დროს გამოვლენილ მოძალადეებს შეეფარდათ. შესაბამისად, თუ ამ უკანასკნელ ჩარშან განხორციელებული ძალადობრივი აქტების გამო 2-დან 4 ნახევარ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხვალ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეფარდებული სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი შეიძლება იყოს. აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პასუხისმგებაში მიეცა ერთ-ერთი პირი, რომელმაც საარჩევნო უბნების დარბევის მუხარის შემცველი ვიდეო მიმართვა გაავრცელა. ყველას მინდა შევახსენო, რომ ამ კატეგორიის დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსი 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2012 წლის შემდეგ საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება. თუმცა კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერ ძალადობას უმკაცრესი კანონისმიერი პასუხი გაეცემა. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და სხვა გაერთიანებას, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, ქმედითად გაემიჯნონ შეკრებას, რომლის მიზანი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლაა. ყველას მინდა შევახსენო, რომ დღეს საქართველო, მისი კონსტიტუციური სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურები არის ძლიერი და ერთმუშტად შეკრული, როგორც არასდროს. აქედან გამომდინარე, არავის ურჩევთ გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემას და კანონს, რომლისგანაც ყველა სამართალდამღები უმკაცრეს პასუხს მიიღებს. საქართველო განაგრძობს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას, რაზეც საქართველოს მთავრობა და მისი თითოეული უწყება სულ პასუხისმგებლობას ვიღებთ. დიდი მადლობა. თუ არის შეკითხვები მზადურობას. მოგესალმებით, სოფო ბერიძე, ტელეკომპანია იმედი. ბატონო პრემიერო, მინდა გითხოთ იმ თემაზე, რაზეც ახლა საუბრობდით. თქვენგან გაფრთხილება რჩევა იყო ამ პერიოდის განმავლობაში ბევრჯერ. თუმცა აი მაგალითად ოპოზიცია დღესაც ამბობს, რომ ხვალ მათი მხრიდან იქნება სიურპრიზები. აი ახლა თქვენი დღევანდელი ბრიფინგი და თქვენი მთავარი გზავნილი მათი მისამართით, რაიმე კონკრეტულ ინფორმაციებს ეყრდნობა, რომელიც ხელისუფლებას აქვს, თუ საჯარო მოწოდებებიდან გამომდინარე აკეთებთ ამ მიმართვას და მოწოდებას. პირველ რიგში აქცენტი უნდა გავაკეთოთ საჯარო მოწოდებებზე. საჯარო მოწოდებების თანახმად ხვალინდელი აქციის გაცხადებული მიზანია დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას და სცადონ კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა. ამაზე ღიად საუბრობენ შესაბამისი პარტიების ლიდერები
და სხვა პირები, რომლებიც არიან ჩართული ამ აქციის ორგანიზებაში. ეს რაც შეეხება საჯარო განცხადებებს, უკვე ეს განცხადებები თავისთავად არის არაკონსტიტუციური, გულისხმობს არაკონსტიტუციური მიზნის მიღწევის ცდელობას, ხო, თავისი შინაარსით. ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, მრავალი ოპერატიული ინფორმაცია და ერთი რამ შემიძლია გითხრათ ზოგადად. თუ საუბრობენ სიურპრიზებზე, ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახვდება ჩვენი დიდი სიურპრიზი. და ეს სიურპრიზი დახვდებათ მათ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, მაგრამ კანონი იმოქმედებს მათ მიმართ ძალიან მკაცრად. რაც შეეხება სხვა შეკითხვებს, ეს არ უკავშირდება არჩევნებს, უკავშირდება თქვენს ვიზიტს დანიაში. ჩვენ ვნახეთ თქვენი შეხვედრები, ვნახეთ იქიდანაც გარკვეული გზავნილები, რა განწყობით დაბრუნდით, რა მოუტანა ქვეყანას ამჯერად ამ სამიტში მონაწილეობა. ნუ თავისთავად საინტერესო ფორმატია, აქ გვაქვს გამოსვლის საშუალება და რასთავარია, გვაქვს ორმხრივი შეხვედრების გამართვის საშუალება სხვადასხვა ფორმატში. და ამ ვიზიტის დროს ქონდა არაერთ ლიდერთან, 30-ზე მეტ ლიდერთან გასაუბრების საშუალება, სადაც ბუნებრივი აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს მიზანზე, რომელიც უკავშირდება ევროინტეგრაციას. არაერთი ლიდერის მხრიდან, მათ შორის მაღალი რანგის ლიდერების მხრიდან გამოითქვა ინტერესი გადაიდვირთოს ურთიერთობები საქართველოს და ევროკავშირის შორის. თუ ეს ყველაფერი გაგრძელდება კმეითი ნაბიჯებით, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით და ეს საუბა გამოხატეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მკაფიოდ შესაბამის ლიდერებთან. და ბოლო კითხვა მექნება, დემოკრატიული გარდაქმნის ინდექსით საქართველოს მსოფლიოში 51 ადგილზეა და დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას უსწრებს. ეს ევროკომისიის ანგარიში არის ეს მაჩვენებლები და საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს ადრეც უსწრებდა. პარალელურად ესეთი ბევრი ანგარიში იყო და ბევრი ინდექსი, სადაც საქართველოს პროგრესია საუბარი, თუმცა მაინც გრძელდება კრიტიკული განცხადებები. თქვენ ხედავთ თუ არა ლოგიკას? თუ არა, ნუ რას ეფუძნება განცხადებები, რომელსაც ვისმენთ. მადლობა. ფაქტებზე დაფუძნებულ ყველა ანგარიში, ყველა რეიტინგში, ყველა ინდექსში საქართველოს არის მოწინავე ქვეყანა, მოწინავეა კანდიდატებს შორის, თუმცა არა მარტო, ხო, ამ შემთხვევაში საქართველოს უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დიდი შვიდეულის ქვეყნებს. კიდევ ერთხელ გაიმერებ, თუ კი რაიმე კვლევა ეფუძნება ფაქტებს, ყველგან საქართველოს არის მოწინავე. თუმცა ამის მიღმა არის პოლიტიკური ინტერესები, არის ორმაგი სტანდარტები და სწორედ ამის გამოხატულება ის დამოკიდებულება, რასაც ხედავთ ჩვენ კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, ბიუროკრატების მხრიდან, მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების მხრიდან, ჩვენ ამიტომ მოუწოდებთ ყველას, რომ გაიმართოს ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ხედავთ, რომ ამ ეტაპზე არ გვაქვს შემხვედრი ნაბიჯები, ჩვენ რჩებით მუდმივი მზაობის რეჟიმში. მუდმივად ვართ მზად იმისათვის, რომ გაიმართოს ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი, რაც უკავშირდება მათ შორის საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებს. მოგესალმებით, ტელეკომპანია პოსტები, ნუცა კოროშინაძე, ბატონო ირაკლი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუცია მიიღეს, დოკუმენტზე ხელმომწერები ითხოვენ კანონმდებლობის პოლიტიკოსებისა და აქტივისტების გათავისუფლებას და შეშფოთებულები არიან იმ კანონების გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. რამდენიმე გამომსვლელ შორის იყო, მათ შორის უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო. რა ფასი აქვს ამ რეზოლუციას, რომ შევაფასოთ? ნუ ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში, მათ შორის კონკრეტული ჩანაწერებია, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს. ეს არის მორიგი თავდასხმა ქართულ ხალხზე და ეს არის კიდევ ერთხელ იმ მდგომარეობის გამოხატულება, რაც არის დღეს შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, რაც შეეხება ქალბატონ ლიზას, მას აქვს სუბიექტური ინტერესი და გასაგებია მისი აქტიურობის მიზეზი. მოგესალმებით, ტელეკომპანია რუსთავიორი, იზი ბურნაძე. ბატონო ირაკლი, ისაუბრეთ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით და ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით, უშუალოდ გენერლების მოწოდებაზე მინდა გითხოთ. ყურაშვილი გოგავას მიმართვა გავრცელდა და ისინი ამბობენ, რომ ოპოზიციის მოწოდებებს ემიჯნებიან. თქვენი აზრით შეფასება მინდა მოვისმინო, რატომ ემიჯნებიან ამ ყველაფერს და რატომ გავრცელდა ასეთი მიმართვა, თუ კი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციისგან ვისმენდით იმას, რომ ხვალინდელი აქცია არ არის ძალადობრივი და პროვოკაციებზეც საუბრობენ ასევე. აქვს თუ არა რაიმე ინფორმაცია წინასწარ მათ, როდესაც ამაზე აკეთებენ აქცენტს? ნუ თავისთავად როცა საუბარია დამხობაზე, ეს შინაარსობრივად გულისხმობს ბუნებრივია ძალადობას, ხო, დამხობა ძალადობის გარეშე არ არსებობს, ასეთი რამ ბუნებაში ვერ იარსებებს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ვიტყვით კიდევ ერთხელ იმას, რომ გაცხადებული მიზანი აქვს ამ მიტინგს,
რომ მათ უნდა სწადონ თქვენს რიცხობილების დამხობა ან ძალადობის შეცვლა, რაც თავის თავში კიდევ ერთხელ ვიტყვი გულისხმობს ბუნებრივია ძალადობას. ყველას არ უნდა ძალადობაში მონაწილეობა. ძალიან კარგია რომ ამ ორმა კონკრეტულმა ადამიანმა დაიკავა სახელმწიფოებრივი პოზიცია ამ შემთხვევაში, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ბევრი ასეთი სხვა ადამიანიც იქნება, მათ შორის შესაბამის პოლიტიკური შეხედულებების მქონე, რომელსაც არ მოუნდება ძალადობაში მონაწილეობა. მათ შორის კიდევ ერთხელ გვინდა გავაფრთხილოთ ყველა, რომ ასეთი ტიპის ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს. ეს არის მეგობრული რჩევა ჩვენი მხრიდან. გააკეთებენ ისეთ რამეს, რის გამოც მოუწევთ მრავალი წლის განმავლობაში აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა. მოგესალმებით, პირველი არქით ამ უნდა ციკლაური მე კითხავთ მათ შორის იმ ინფორმაციებთან დაკავშირებით, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელში თუ საჯაროდაც ვისმენ და ამ შემთხვევაში ეხება თითქოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან გამოსულ ჯერ იყო სქემაზე საუბარი, გასაგებია რომ გაირკვა რომ შემდეგ ის იყო ძველი წლის ინფორმაცია. ასევე გუშინ იყო რაღაც სიებთან დაკავშირებით თითქოს სპეცრაზმელების სიები გამოიტანეს და შემდეგ ასევე გაირკვა რომ ეს იყო სპეცუბნებიდან სიები. საერთო ჯამში რას ემსახურება მსგავსი ტიპის ინფორმაციის გავრცელება? ერთის მხრივ საარჩევნო პროცესამდე ცოტა ხნით ადრე და მეორეს მხრივ მაშინ როდესაც ვიცით პარალელურად აქცია, მიტინგი და რევოლუციური სურვილები. ეს ყველაფერი აჩვენებს უსწურობას, რაც უფევს ზოგადად რადიკალურ ოპოზიციურ სპექტრში. მათ რაღაც გეგმა გამოაცხადეს, მიზანი დაანონსეს, თქვენს რიცხობილების დამხობის ან ძალადობის შეცვლის მიზანი აქვთ გაცხადებული, თუმცა თავადაც ხედავთ რომ ძალიან ებარებათ ეჭვი ამ მიზნის განხორციელების რეალურობაში. აქედან გამომდინარე მიმართავენ ასეთ იაფასიან ზომებს, ძველი სიების გამოქვეყნება, რაღაც იაფასიანი მუქარები და ეს შემდეგ, რა თქმა უნდა, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება. კიდევ ერთხელ გამიმეორებთ, 13 წლის განმავლობაში მათ ჰქონდათ ასეთ პროცესების წარმართვის არაერთი მცდელობა, მათ შორის გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა. ყველა ეს მცდელობა ჩავარდა, რა თქმა უნდა 13 წლის თავზეც მათი მორიგი რევოლუციური მცდელობა აუცილებლად ჩავარდება ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე წინა შემთხვევებში, თუნდაც წინა შემთხვევებში. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ გვინდა გავაფრთხილოთ ყველა ფუჭად მოაღმოჩნდებიან გისოსებს მიღმა მრავალი წლით. უსინდისო მოძალადეების ადგილი არის ციხეში, ეს ნახა ყველა გასული წლის მოვლენების შემდეგ. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვრჩევთ ყველას დაიკავონ ფრთხილი პოზიცია და გაერევიან ისეთ პროცესებში, რომელიც გულისხმობს ძალადობას და შესაბამისად ითვალისწინებს სისხლის სამართლის კვალიფიკაციას. გამარჯობა, რუსუდან დუმბაძე, ტევე პირველი. რამდენიმე თემაზე მაქვს კითხვა ბატონო ირაკლი. დასაწყისში თქვენ მიმართავდით აქციის მონაწილეებს ხვალ დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებით. ჩვენ ნახეთ ამ შეკრებაზე ნოემბერ-დეკემბრის აქციებს გულისხმობ ძალადობის ფაქტები პოლიციელების მხრიდან, რომელთა შორისაც ამ დრომდე არც ერთი არ არის დასჯილი და თქვენი განმარტებით იდენტიფიცირება ვერ მოხდა. თუ საჭირო გახდა სამართალდამცავი უწყებების ჩართულობა პროცესში, თქვენ მოუწოდებთ თუ არა პოლიციელებს, რომ ასევე დაიცვან ადამიანის უფლებები და იქ შეკრებილთა უფლებები და რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა, რომელსაც ახლა ასახელებთ მთავარ პრობლემად, რის გამოც მოძალადეები ამ დრომდე თავისუფლები არიან, რა იქნება ხვალ? მაიდენტიფიცირებელი ნიშნები ექნება თუ არა პოლიციის თანამშრომლებს და მათი გარჩევა რომ მოხდეს, იდენტიფიცირება რომ მოხდეს, ამისთვის რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა მთავრობამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ჩვენ არა მხოლოდ მოუწოდებთ, არამედ კონკრეტულ მითითებებსაც ვაძლევთ ბუნებრივია სამართალდამცავ უწყებებს, შესაბამის თანამშრომლებს, რომ დაიცვან კანონი ძალიან მკაცრად და კანონის ფარგლებში უზრუნველყონ კანონის დაცვა და კანონის აღსრულება. ეს არის პირდაპირი ჩვენი მითითება და ბუნებრივია ასეთია ჩვენი საჯარო მოწოდებაც. რაც შეეხება პირთა იდენტიფიცირებას, ამაზე თქვენ ვიდარდებთ, ჩვენი მთავარი ამოცანა საზრუნავი ამ შემთხვევაში არის
მოძალადე მომიტინგეების იდენტიფიცირება და ყველას მინდა დავბირდეთ, რომ თუ წინა შემთხვევაში ჩვენ შევძელით მოძალადეების დაახლოებით 3%-ის იდენტიფიცირება, მხოლოდ 3%-ის იდენტიფიცირება, ამ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება ძალადობას, ბევრად მაღალი იქნება მოძალადეების იდენტიფიცირების მაჩვენებელი. მოძალადე პოლიციელების მაჩვენებელი ამ შემთხვევაში აქცენტს გავაკეთებ, ნება მიბოძეთ, დღეს აქცენტს გავაკეთებ მხოლოდ მოძალადე პოტენციურ მომიტინგეებს. ნება მიბოძეთ, მე აქცენტი გავაკეთო მოძალადე პოლიციელებზე, რომელთა შორისაც არც ერთი არ დაშილა. რა გააკეთეთ იმისთვის, რომ მათი იდენტიფიცირება მარტივი იყოს? კითხავს გისვამთ. მე შეგნებულად დღეს ამ თემაზე არ ვისაუბრებ, დღეს აქცენტს ვაკეთებ მხოლოდ მოძალადე მომიტინგეებზე და მათ იდენტიფიცირებაზე. ეს არის ჩემი არჩევანი. პასუხს რომ არაფერი გააკეთეთ მაშინ. არა, თუ შეიძლება კითხოთ ხვალ ჩემი პასუხია რომ დღეს აქცენტს ვაკეთებ მხოლოდ პოტენციურ მოძალადე მომიტინგეებზე. ხვალ არის ორგანიზატორების მიერ დაანონსებული მშვიდობიანი რევოლუცია, ასეთი სახელი აქვს და ვინც ამ პროცესში მოქალაქეებს მოუწოდებს რომ გავიდეს რუსთაველის გამზირზე, ამბობს რომ ეს იქნება აბსოლუტურად მშვიდობიანი პროტესტი და კანონიერი და არაპირებენ რაიმე კანონსაწინააღმდეგო გააკეთონ. თუ პროცესი იქნება მშვიდობიანი, თქვენთვის არაფერს ნიშნავს რომ შარშანდელი ნოემბრიდან მოყოლებული აქციის მონაწილეები საქართველოს მოქალაქეები იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე. რევოლუცია იქნება თუ მშვიდობიანი რევოლუცია იქნება, ეს იქნება პროტესტი და ალბათ ელოდებით რომ ძალიან ბევრი ადამიანი დადგება რუსთაველის გამზირზე და არა მხოლოდ. ამას არ ველოდებით ეს ერთი. თქვენ როგორც ამას არ ველოდებით რა თქმა უნდა. ქართული ოცნების რეაქცია თუ რეაგირება რა არის საზოგადოების პროტესტზე? პირველი, რაც შეეხება საზოგადოების პროტესტს, ეს არის როგორც დეფინიცია ტყუილი. თუ ეს არ არის საზოგადოების პროტესტი, ეს არის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ჯგუფის პროტესტი, ხო? ხან 50 კაცი იკრიბება, ხან 100, ხან მაქსიმუმ 150, ერთ-ორჯერ 300 მიაღწია მათმა რაოდენობამ. ეს არ არის საზოგადოების პროტესტი. საზოგადოება ხვალაც ნახავთ, გამოვა და 100,000-ობით ჩვენი თანამოქალაქე მხარს დაუჭერს ქართულ ოცნებას. ეს არის საზოგადოების ნება. საზოგადოების ნება აისახება არჩევნებში და არა იმ 50 კაცის მიტინგში, რომელიც გამოდის და კეტავს რუსთაველის გამზირს. ეს არ არის საზოგადოების პროტესტი. რაც შეეხება მშვიდობიან რევოლუციას, ეს არის ოქსიმორონი, ანუ ნონსენსი. თავისი არსით, არავითარი მშვიდობიანი რევოლუცია ბუნებაში არ არსებობს. რევოლუცია და ხელისუფლების ცვლილება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ძალადობის გზით. ამიტომ თუ ანონსებენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, კეთილი ინებონდათ დაელოდონ შესაბამის პასუხს სახელმწიფოს მხრიდან. ერთი კითხვა ასევე მაქვს თქვენს ვიზიტზე, რაზეც უკვე ისაუბრეთ, კადრები, რომელიც გავრცელდა, ასახავს თქვენს გასაუბრებას მაკრონთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, მაინტერესებს რაზე ისაუბრეთ. და ევროპელ ლიდერებს შორის, რომელთა მხრიდანაც, რომელთა მთავრობები ქართულ ოცნებას აკრიტიკებენ, რამეზე საუბარი მოახერხეთ თუ არა. გადატვირთვის ეტაპი, რაც თქვენთვის ასეთი საოცნებოა, შეიძლება თუ არა დაიწყოს თქვენი ამ ვიზიტის შემდეგ. თქვენ ხვდებით ალბათ, რომ კალათბურთზე არ მისაუბრია ბატონ მაკრონთან, საუბრობდით რა თქმა უნდა პოლიტიკაზე, ურთიერთობებზე. რაც შეეხება შეხვედრებს აქვს დახურული ხასიათი, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ ამ შეხვედრების შინაარსზე. ხო, ისეთ კითხვას მისვამთ, შეგიძლიათ მითხრათ იმედით ჩამოხვედით, რომ გადატვირთვა დაიწყება? ძალიან კონსტრუქციული საუბრები მქონდა რამდენიმე ლიდერთან, მაღალი დონის ლიდერთან, მათ შორის ბატონ მაკრონთან. ზოგადი სურვილი გამოიხატა არაერთი ლიდერის მხრიდან, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოს და ევროკავშირის შორის, დანარჩენი არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ქმედით ნაბიჯებზე. ჩვენი ზოგადი გზავნილი, ჩვენი რა თქმა უნდა ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გამოითქვა მზადყოფნა ყველას მიმართ. იმასთან დაკავშირებით, რომ გსურს ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი, დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ეს არის ჩვენი საერთო გზავნილი. ნუ რაც შეეხება დეტალებზე ბუნებრივია ჩვენ ვისაუბრებთ. ეს ის პასუხია, რასაც ვისმენ ხოლმე თქვენი მხრიდან და ამიტომ მაინტერესებს, როცა პირისპირ საუბარი გქონდათ. ამას გარდა ისე იყო რაიმე პირისპირი შეხვედრა, თუნდაც სხვა ევროპელ ლიდერთან შეგიძლიათ დაგვისახელოთ რომელიმე ქვეყნის ლიდერი, რომელთანაც პირისპირი საუბარი. თვითონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთანაც ჰქონდა გასაუბრება ბატონ კოშტასთან. კიდევ ერთხელ გაიმერებ, რომ არაერთი ქვეყნის, მათ შორის დიდი გავლენის მქონე ქვეყნის ლიდერთან ჰქონდა საუბარი და ყველგან საუბრობდით ამ საერთო გზავნილით. ჩვენ გვინდა გადატვირთვა და გვინდა ფაქტებზე დაფუძნებული
დისკუსია საქართველოს საკითხის გარშემო. ეს არის ჩვენი საერთო გზავნილი. და როცა რაიმე ქმედით ნაბიჯებზე საუბრობთ ორივე მხრიდან, თქვენ რა გაქვთ მოაზრებული თქვენი მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებს? მაგალითისათვის ნებისმიერ დროს მზად ვართ გახსნილი ღია შეხვედრისთვის ნებისმიერ ფორმატში იმისათვის რომ განვიხილოთ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები. იმედი გვაქვს რომ ანალოგური ნაბიჯი გადმოიდგება მათი მხრიდანაც. ნებისმიერ დროს მზად ვართ ასეთი შეხვედრისთვის. ბატონო ირაკლი, ბესარიონ ალავიძის ჩანაწერს ან მის შესახებ თუ მოისმინეთ, თუ უსმინეთ, საკმაოდ სკანდალურია. ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის მონაწილეობით. ის შემდგომ პირდაპირ ეთერშიც საუბრობდა იმ ზეწოლაზე, რომელსაც თავად განიცდიდა მოსამართლეთა კლანის მხრიდან, რომელთა უკან ასევე იდგა ბიძინა ივანიშვილი. ასახელებს კონკრეტულ საქმეებს, რომელზეც იყო პოლიტიკური მოტივი და იმასაც ამბობს, რომ ზეწოლა იყო იმდენად დიდი, რომ მას ის ლამის თვითმკვლელობამდე მივიდა. თქვენ რა პასუხი გაქვთ სამართლიანობის აღდგენით მოსული ხელისუფლების 13 წლის თავზე? ეს არის რამდენიმე წლის წინ გავრცელებული ჩანაწერი და ახლა აქციის წინადღეს გაახსნა ვიღაცას პასუხი უკვე გაეცა ყველა დეტალს. ეს არის ადამიანი, რომელსაც ჰქონდა დიპლომთან პრობლემა, ამის გამო ვეღარ დაიკავა მოსამართლის თანამდებობა და განაწყენებული საუბრობს ასეთ რაღაცებს, ხო? არ არის საინტერესო, 3 წლის წინ უკვე გაეცა პასუხი ამ ინტერვიუს, რომელიც ახლა ამოქეკეთ 3 წლის თავზე, ხო? აქციის წინ. რა მნიშვნელობა აქვს, როდის ხო, ან კაცი ყოველს ამბობს. თუმცა ამ ამბავს რაიმე სიმძაფრეს უკარგავს, რა საქმეებზეც საუბრობს. არავითარი დასტური არ აქვს. და ამას პასუხი გაეცა 3 წლის წინ. თვითონ რას ამბობს რა მნიშვნელობა? არსებობს ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ კლანის ლიდერები მას აიძულებდნენ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას. რა ჩანაწერი? მან გუშინ TV პირველის ეთერში თქვა, რომ არსებობს ჩანაწერი, რომელიც მის ამ ამბობს დაადასტურებდა. სად არის ჩანაწერი? ჩანაწერი რომ გამოაქვეყნოს, თქვენ რა პასუხი გეკნებათ? სად არის ჩანაწერი, კაცო? ჯერ ნახეთ, როდესაც საუბარია ხოლმე სასამართლოზე. და თორსები ეს ადამიანი მონაწილეობდა რუსთავიორის საქმეში, ხო? თორსები. ფორმეშლება, რომელთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ უზენაესმა სასამართლომ, ისევე როგორც სააპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლოებმა მიიღეს აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილება. და ეს კაცი ახლა რას ამტკიცებს? რომ თვითონ უნდა უსამართლო გადაწყვეტილების მიღება რუსთავიორის საქმეზე და ვიღაცა აიძულებდა სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას. უკვე ნახეთ რამხელა აბსურდია ეს კაცის შესული. იყო საუბარი რომ სტრასბურგამდეც თითქოს დაალაგებული იყო სტრასბურგის დაალაგებული. ბატონო ირაკლი, ბრალდებები არის მძიმე და არა მხოლოდ რუსთავიორს არ. არა, ეს ბრალდება სერიოზულია, თქვენ შეიძლება მიიჩნიოთ ასე, მაგრამ მე როგორც საქართველოს მოქალაქეს მაინტერესებს რამდენად არის სიმართლე. ის რასაც ყვება ყოფილი მოსამართლე. მძიმე ბრალდებების გამო გამოძიება მაინც არ უნდა დაიწყოს ქვეყანაში, რომ გავიგო კლანი მართლა მართავს, ბიძინა ივანიშვილი მართლა მართავს კლანს, შეთანხმებულია და ეს საქმეები, რომელზეც თქვენ ამაყობთ, რომ სტრასბურგმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, თუ სხვა საქმეები მართლა სამართლიანად წარიმართა და ეს ადამიანი იტყუება. ეს კაცი ამტკიცებს, რომ უნდა უსამართლო გადაწყვეტილების მიღება და ვიღაცა აიძულებდა სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას. ამას ამტკიცებს და ამაზე მეტი სისულელი რა უნდა ამტკიცოს კაცმა. რუსთავიორის საქმე არ არის ერთადერთი და სხვა საქმეებზე საუბრობდა. ის აქცენტს აკეთებდა ამ დროს რუსთავიორის საქმეზე. და კაცი ამტკიცებს, რომ უნდა უსამართლო გადაწყვეტილების მიღება და ვიღაცა მის აიძულა, რომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. ხეგეთ აბსურდში როგორ უნდა შევიდეს კაცი. გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა? რაზე ამაზე, რომ ვიღაცა აიძულებდა სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას. არა, იყო თუ არა ზეწოლა მოსამართლეებზე. თან ბესარიონ ალავიძე არ ყვება, რომ მხოლოდ მასზე იყო ასეთი ზეწოლა და სხვა მოსამართლეებს ასახელებს. ნახეთ, ვისაც ასე ავალებდნენ. ეს არის სერიალი ტყუილები. თავის დროზე იყო გაცხადებული ფაქტი. ეხლა მე ერთ რამეს არ გჯერა. ვის უნდა დაბუჯეროთ? გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა? ერთ რამეს გეტყვით. იყო თავის დროზე გაცხადებული ფაქტი. როდესაც კონკრეტული საქმის განხილვა გვარამიას საქმის განხილვა მოსამართლეზე ერთ-ერთი საელჩო წარმომადგენელმა პირდაპირ ზეწოლა განახორციელა, დაიბარა მოთხოვა ანგარიში კონკრეტულ საქმეზე და მე ვიზიტი გაუქმა, ანუ პირდაპირ ზეწოლა განახორციელა ამის გამო. და მაშინ არ კონკრეტული ფაქტის პირობებში რა თქმა უნდა პირდაპირ ზეწოლა იყო. თქვენ მოითხოვეთ მაშინ გამოძიების დაწყება. ზეწოლა გადაწყვეტილების მიღებაზე იმ მოსამართლეზე რამე ზეწოლა იყო რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღო ისეთ როგორც საელჩოს უნდა და საქართველოს კონსტიტუციაში სისხლის სამართლის დანაშაული იყო მაშინ რაც მოხდა. სისხლის სამართლის დანაშაული იყო რაც მოხდა და ამაზე არსებობს ფაქტი და მტკიცებულება და თქვენ ამაზე არ მოგითხოვიათ გამოძიების დაწყება.
გასაგებია ხო რაზეც გეუბნებით და აქ სისულელეზე უნდა დაიწყოს გამოძიება ამას ამტკიცებთ. კარგი. მივიღე პასუხი. ბოლო კითხვა მაქვს ისევ დავუბრუნდებით ხეს ვიზიტს თუ შეიძლება დაიწყება. ტყუილია თუ სიმართლე ეს მოქალაქეებმა უნდა განსაჯონ და ამისთვის უნდა არსებობდეს უწყება რომელიც გამოიწვიებს და ირაკლი კობახიძეს მთავრობის მეთაურს მე არ უნდა გუჯერებდე ხომ გამოძიება ამის მოქალაქეებს რომ ჯერათ ამიტომ გამოვლენ ხვალ და 65%-იანი რეიტინგი გვაქვს ამას აჩვენებს ხონდელი არჩევნები. ბატონო ირაკლი გერმანიასთან დაკავშირებით მაქვს ბოლო კითხვა და მადლობა კანცლერის გვერდით იყავით გუშინ აი ამ შეხვედრაზე ამ სამიტზე ქონდა თუ არა შეხვედრა ან საუბარი იმიტომ რომ გერმანიასთან დაკავშირებით თუნდაც გერმანელ დიპლომატთან დაკავშირებით თქვენი პრეტენზია ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი და დაიბარეთ კიდეც საგარეოში ქონდა თუ არა ამ თემაზე კომუნიკაცია. ნუ გერმანიის კანცლერი იყო გამონაკლისის შემთხვევა სადაც მხოლოდ მისალმებით შემოვიფერგლეთ. დანარჩენი ურთიერთობაში ხელს გიშვით და არ გესაუბრიათ კანცლერთან. ასე მოხდა. შემიძლია ფაქტი გითხრათ, რა იყო, როგორ იყო, რატომ იყო, ამაზე თქვენ შეგიძლიათ იმშევათ. თქვენ ინიციატივა გქონდათ და ის არ გაგესაუბრებთ თუ ამაზე თქვენ იმარჩიელეთ, ეს არის ჩემი მოწოდება. არა, მნიშვნელოვანი საკითხი არის, მეც გავაგრძელებ გელა ბოჩკაშვილი რადიო თავისუფლება. პრინციპში შემეცუბულქეს კოლეგებმა საქმე და რაღაც კითხვები დასვეს. ამ საკითხზე მეც მქონდა კითხვა, თქვენ არ იყავით ინიციატორი, მისგან არ მოდიოდა ინიციატივა თუ რა ხდებოდა გუშინ გერმანიის წარმომადგენელთა შეხვედრაზე და ასევე მაინტერესებს ლიდერებთან, რომელზეც თქვენმა პრესამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ 30-მდე ქვეყნის თუ თქვენ კომენტარი იყო მე 30-ზე მეტი ლიდერია. აი რომელი ქვეყნების ლიდერები იყვნენ, ქვეყნები რომ გამოყოთ ფორმატი არის დახურული. და ვინ იყო? კი ბატონო, მე არ გესაუბრებით შინაარსზე, მე გესაუბრებით რომელი ქვეყნის ლიდერები იყვნენ, თქვენ იყავით ინიციატორი, ისინი იყვნენ თუ როგორ მოხდა მათთან კომუნიკაცია? ნახეთ, არის დახურული ფორმატი, არის ძალიან თავისუფალი ფორმატი და მარტივია კომუნიკაცია ადამიანებთან და ასე დროს ხვდები უამრავ ადამიანს, ზოგს ესაუბრები ვახშამზე, ზოგს ესაუბრები შესვენების დროს, ზოგს ესაუბრები როცა გვერდზე გიზის და ასე შემდეგ. ეს არის ფორმატი. 30-ზე მეტ ლიდერთან იყო საუბარი სხვადასხვა თემაზე. დანარჩენ დეტალებს ვერ გავშ, მათ შორის სახელებს და გვარებსაც. ნუ ერთგვარი დავასახელე, იმიტომ რომ ფოტოზე მოხდა, მეორეგვარი დავასახელე, მაგრამ ამ დეტალების თქმა არ შეგვიძლია, იმიტომ რომ არის დახურული ფორმატი. გერმანიის კანცლერს რატომ ვერ გამოესწავლეთ? თქვენ გვერდით იჭდა. დიახ, აი ნახეთ, ანუ თქვენ თქვით რომ ერთ-ერთი ფაქტორი იყო. მე გითხარით, ფაქტი რა იყო? მე ხო ფაქტი არ დავიმალავს. ფაქტი იყო ის, რომ შემოვიფარგლეთ მისალმებით, კარგი მისალმებით. ამის მიღმა საუბარი არ ქონია და დანარჩენი არ არის საინტერესო. ხელი ხომ არ შეგიშალათ გერმანიის ელჩის მიმართ არაფერს არ შეუშლია ხელი ზოგადად რაც ხდება გერმანიის ელჩის გარშემო ეს არის რა თქმა უნდა ტრაიგული მის პოზიცია არის ძალიან ტრაიგული კაცი არის ხაზარაძის მდგმური და პირდაპირ გამოხატავს ხარდაჭერას შესაბამისი პარტიის მიმართ რა თქმა უნდა ეს არ შეესაბამება დიპლომატიურ სტანდარტებს არაფერს შუაში არ არის ბატონ მერცთან საუბრის თემასთან. ხომ ამ საკითხზე ბოლო კითხვას დამაზუსტებულ კითხვას დაგზავნოთ. ხომ არ შეგიშალათ ხელი იმ კომუნიკაციამ, იმ საჯარო განცხადებებმა, რომელსაც ქართული ოცნება აკეთებდა გერმანიის ელჩის. არაფერს შუაში არ არის. ჩვენ აქაც მსად ვართ, რა თქმა უნდა, გახსნილი კომუნიკაციისთვის. დისკუსიისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით ეს არის ჩვენი პოზიცია. კი ბატონო, დაუბრუნდებით დღეს ძირითადი აქცენტი რა საკითხზეც გაამახვილეთ, ეს იყო აქცია, რომელიც მოსალოდნელი არის ხვალ 4 ოქტომბერს არჩევნების პარალელურად. თქვენ ახსენეთ პატარა სიურპრიზებს, დახვდება დიდი სიურპრიზიო. ასეთი წინადადება გამოიყენეთ. თითოეულ პატარა სიურპრიზს დახვდება თითოეული დიდი სიურპრიზი. ანუ რა ძალის გამოყენებას აპირებთ? ერთი ეს კითხვა მაინტერესებს, იქნება თუ არა თქვათ იმ ფორმის ან იმაზე უფრო ძიმე საშუალების გამოყენება, როგორიც იყო თქვათ ქუჩაში აქტივისტების ცემა და ამას დამატებული ჟურნალისტებიც მოყვნენ სამართალდამცავების ხელში. არაერთი იდენტიფიცირებადი ჟურნალისტი. ანუ რას უნდა ველოდოთ ხვალ აი ამ დიდ სიურპრიზში, რომელიც თქვენ დღეს დაანონსეთ. თქვენ გახსოვთ წინა ქცევის დროს იყო 3 ინციდენტი, საკმაოდ მძიმე. არა, ბევრი იყო. არა, 3 იყო. სადაც აშკარა იყო ძალის გადამეტება. ასეთ იყო 3. მაგალითად იყო როგავას შემთხვევა, იყო ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის შემთხვევა, იყო რუსთაველზე, გვარი არ ვიცი. ხაბიაშვილის შემთხვევა, ასეთ 3 მახსენდება, ხო, ასეთი და ნუ იყო ასევე ზემოთ
თორსები ტელევიზიის ჟურნალისტის მიმართ, ოღონდ ეს არ უკავშირდებოდა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. რაც შეეხება ძალოვნებს, სამი შემთხვევა იყო. კიდევ რომელი გახსოვდება? ასეთ იყო სამი. რაც შეეხება ჩვენს მიზანს, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არც ერთი ასეთი ინციდენტი არ მოხდეს. ასეთი ინციდენტი შედის სწორედ მოძალადეების ინტერესებში. ხო? აქედან გამომდინარე ჩვენი მხრიდან ასე იყო წინა შემთხვევაშიც, ხო? მხოლოდ მოძალადეების ინტერესებზე დაასხა წყალი. ამ ინციდენტებმა აქედან გამომდინარე ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი ინციდენტები არ მოხდეს. დანარჩენი რაც შეეხება ძალის გამოყენებას. გამოვიყენებთ მაქსიმალურ ძალას, რაც დაჭირდება კანონის დაცვას. მაქსიმალურ ძალას. ამ საკითხზე სულ ხშირად ვსვამ ხოლმე კითხვას. დაუჯერებლობის განცდა ხომ არ აქვთ იმ სამართალდამცავებს, რომლებიც იყვნენ თუნდაც თქვენ სამს ამბობთ, მაგრამ გაცილებთ დიდი რაოდენობა იყო. ვინც იყვნენ ამ ძალადობაში ჩართული, დაუჯერებლობის განცდა ხომ არ ექნება და თუნდაც ის რომ აქამდე არავინ არ დასჯილა, მათ ხომ არ აძლევთ ასე ვთქვათ გასახანს, რომ ხვალაც გამოიყენონ ძალა, იმიტომ რომ შესაძლოა კი არა და დიდი ალბათობით ალბათ მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდება და თქვენი მთავარი არგუმენტი ალბათ ეს იქნება, რომ სამართალდამცავების იდენტიფიცირება ვერ ხდება და ამის გამო ვერ აკავებთ. ეს იყო ყოველ შემთხვევაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მთავარი მიგნება ამ გამოძიებებში, რომ იდენტიფიცირება ვერ ხდება. ან თქვენ რას გამოიყენებთ, ანუ რა საშუალებას გამოიყენებთ იმისთვის, რომ არ მოხდეს ძალის გადამეტება და არ მოხდეს ჟურნალისტებზე ძალადობა ხვალ. ძალიან მკაცრი მითითებები უკვე მიეცათ სამართალდამცავი წყევების წარმომადგენლებს იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა იყოს გამოყენებული პროპორციული ძალა. შესაბამისად მაქსიმუმი გაკეთდა და გაკეთდება იმისათვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი ინციდენტი, ნებისმიერი არასწორი ქმედება, ნებისმიერი არაპროპორციული ძალის გამოყენება, რა თქმა უნდა, ამაზე ვიღებთ ჩვენ პასუხისმგებლობას, რომ ამისთვის გავაკეთეთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენი პასუხისმგებლობა პოზიცია ამასთან დაკავშირებით. და პასუხისმგებლობა რაში გამოიხატება თქვენ? თუ ვერ აი იგივე შედეგი თუ დადგა და ვერავინ ვერ დააკავეთ. თუ იქნება ექსცესები, რა თქმა უნდა, ასეთი პრობლემა ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და ვეცდებით, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად თუ დანაშაული იქნება ჩადენილი მის გამოვლენას და ბუნებრივია საკითხი დადგება, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული მაქსიმალური ზომები იმისათვის, რომ არ მოხდეს ინციდენტები. რაც შეეხება მოძალადე მომიტინგეებს, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად. თუ წინა შემთხვევაში იდენტიფიცირების მაჩვენებელი იყო დაახლოებით 3%, ახლა იდენტიფიცირების მაჩვენებელი იქნება ბევრად უფრო მაღალი. აქედან გამომდინარე, ყველას ურჩევ, არ გააკეთონ ისეთი რამ, რის გამოც შეიძლება მრავალი წლით მოხვდნენ ციხეში. საუბარი დაიწყო ბოლო კითხვა მაქვს. საუბარი დაიწყო დღეს ხვალინდილ არჩევნებზე საუბარი და შემდეგ უკვე გადახვედით აქციებს არჩევნებზე მინდა აუცილებლად დაგისვათ კითხვა. არ ვიცი თუ არა თქვენ კონკურენტული გარემო ახსენეთ თუ არა ამ არჩევნებთან დაკავშირებით. არ მახსოვს უფრო სწორად. იყო არის თუ არა ეს არჩევნები კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს თუ არა. და რა შეგიძლიათ თქვა თუნდაც იმაზე, რომ ის ორი შედარებით დიდი ოპოზიციური პარტია, რომელმაც გასულ არჩევნებზე გადალახა 5%-იანი ბარიერი ცესკოს მონაცემებს გულისხმობ გახარია საქართველოსთვის და ლელოძლია საქართველოს. ორივე პარტიამ ქართული ოცნების ინიცირებული კანონით დაკარგა დაფინანსებას, დაკარგა უფასო სარეკლამო დროც. რამდენად კონკურენტული გარემო არის ეს, როცა ოპოზიციურ პარტიებს, რომელსაც შედარებით უფრო მაღალი მხარდაჭერა აქვთ საზოგადოებაში და იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, არ ეძლევათ საშუალება მიაწოდონ რეკლამის სახით საკუთარი დაპირებები ამ მრჩეველს. მათ დაფინანსება და საეთერო დრო დაკარგეს საბოტაჟის გამო. ეს იყო საბოტაჟი სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ და მათ დაკარგეს ამის გამო, როგორც დაფინანსება, ისე საეთერო დრო. კეთილი ენებად, პატივი ეცათ კანონმდებლობისთვის, კონსტიტუციური სისტემისთვის, კონსტიტუციური წყობილებისთვის და ექნებოდათ როგორც დაფინანსება, ისე საეთერო დრო. თუმცა მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ეს არის მათი არჩევანი. ეს არის დემოკრატია, მათ შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი მათ შორის საბოტაჟთან დაკავშირებით, თუმცა უნდა იცოდნენ, რომ საბოტაჟზე კანონს ექნება შესაბამისი პასუხი. ამ შემთხვევაში პასუხი იყო დაფინანსების და საეთერო დროის დაკარგვა.
ერთი კითხვა აუცილებლად მინდა გისვათ, იმიტომ რომ არჩევნების წინ არ მექნება საშუალება კიდევ თქვენთან შეხვედრის. ხშირად შევხვდებით არც. კი ბატონო, მიხარია. იმედია არ მომიწევს კითხვები ჟურნალისტების ძალადობის შესახებ, რომ დავსვან. ეხლა კითხვა დავსვამ, რაც მქონდა მონიშნული თქვენამდე სანამ მოვიდოდი. ბოლო პერიოდში, ბოლო თვეების განმავლობაში დააკავეთ არაერთი მაღალჩინოსანი კორუფციასთან შემხებლობაში, მათ შორის იყო რომეო მიქაუტაძე, კიდევ იყო ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც მონაწილეობდა ტენდერებში, რომლის კომპანიაც მონაწილეობდა ტენდერებში. ეს ამ ადამიანების შესახებ სტუდია მონიტორს გავიხსენებ, ერთ-ერთ მედია ორგანიზაციას და კიდევ TV პირველიც ფოტოსურად მახსოვს, ამზადებდნენ საგამოძიებო მასალებს და მიუთითებდნენ იმ სავარაუდო დარღვევებზე, რომლის გამოც დღეს საპატიმროში არიან. ეს მედიები, განსაკუთრებით სტუდია მონიტორი, დღეს არის, ასე ვთქვათ, დახურის ზღვარზე. თუ ეცნობით მათ სხვა გამოძიებებს და თუ იყო ეს საბაბი მათ გამოძიებაში მოყოლილი ამბები, თუ იყო საბაბი იმისთვის, რომ დაწყებულიყო გამოძიება და რა შეგიძლია გითხრათ ზოგადად მათ მიერ მომზადებულ გამოძიებაზე, რამდენად გეხმარება თქვენ იმისთვის, რომ გავხვიდეთ კვალზე. მადლობა. პირველ რიგში მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ 2023 წლის დეკემბერში ბატონმა ბიზნესმენმა გააკეთა კონკრეტული განცხადება მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებით და იქიდან მოყოლებული ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ საქართველოში ვებრძოლოთ კორუფციას, ამას ვაკეთებთ წარმატებით. მათ შორის შეიცვალა არაერთი მიმართულებით პრაქტიკა საქართველოს მთავრობის და ხელისუფლების საქმიანობაში. ეს ეხება მათ შორის შესყიდვებს, ეს ეხება პრივატიზაციის საკითხებს, გამჭირვალობას, ჩვენი გადაწყვეტილების გამჭირვალობას და ასე შემდეგ. და ეს შეეხო მათ შორის წარსულში განხორციელებულ ქმედებებს და ამისათვის კონკრეტული პირები უკვე არიან მიცემული პასუხისმგებაში. რაც შეეხება თანამშრომლობას ნებისმიერ ადამიანთან თუ ორგანიზაციასთან, რომელიც ცდილობს კორუფციული ფაქტების გამოვლენას, არა მხოლოდ წარსულ დანაშაულებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შენიშვნა მივიღოთ მთავრობის დღევანდელ და ხვალინდელ საქმიანობასთან დაკავშირებით. სწორედ ამისათვის გავასაჯაროეთ მთავრობის ყველა აქტი. გასული წლის 8 თებერვლიდან მოყოლებული მთავრობის დამტკიცების დღიდან მოყოლებული ყველა აქტი არის საჯარო. და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ამოიღო ნებისმიერი სამთავრობო გადაწყვეტილება და თუ ნახავენ სადმე კორუფციის ნიშნებს, მზად ვართ ნებისმიერ სუბიექტთან, ვინც კი დაგვეხმარება ჩვენ კორუფციის გამოვლენაში, ყველასთან ვართ მზად თანამშრომლობისთვის. იქნება ეს მთავრობის დონეზე, იქნება ეს უწყებრივ დონეზე, იქნება ეს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე თუ ნებისმიერ დონეზე, დღევანდელ ფაქტებთან დაკავშირებით, გუშინდელ ფაქტებთან დაკავშირებით, ხვალინდელ ფაქტებთან დაკავშირებით, ყველასთან ვართ მზად თანამშრომლობისთვის, ვინც დაგვეხმარება კორუფციასთან ბრძოლაში, ყველას დახმარებას და მხარდაჭერას მივიღებთ. ნებისმიერი სუბიექტის მხარდაჭერას მივიღებთ. გამარჯობა ბატონო ირაკლი, ტელეკომპანია ფორმულა, ნანო ჩაკვეტაძე. 4-თან დაკავშირებით დაიწყეთ თქვენი ბრიფინგი, შეკითხვაც ბევრი დაისვა, მე მინდა იმავე თემაზე გკითხოთ. ქვეყნის დატოვებას ხომ არ აპირებთ, თქვენს ოპონენტებს, მათ შორის მოქალაქეებს, აქციის მონაწილეებს აქვთ თხოვნა, რომ იქნებ მოიცადოთ 5 ოქტომბრამდე, არ დატოვოთ ქვეყანა, ხომ არ გაქვთ რამე მსგავსი გეგმაში? ძალიან საინტერესო შეკითხვა. გუშინ ჩამოვედი დანიიდან. დიდი ხანი არ მიწევს ქვეყნიდან გასვლა, ეს არის რაც შემიძლია. გითხრათ სერიოზულად, ხო შემეძლო ხუმრობით მიპასუხა, თუმცა ალბათ შობია რომ სერიოზულად გიპასუხოთ. იძინა ივანიშვილი ხომ არ აპირებს? მან ვინმეს არ მოუწიოს ქვეყნის დატოვება სასჯელის შეშით. ეს არის ჩემი პასუხი თქვენს მიმართ. პროტესტთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ ჩვენმა კოლეგამ რუსომ ისედაც იკითხა 310 დღეა პრაქტიკულად მოქალაქეები დგანან ქუჩაში. თქვენთვის რაიმე მარკერი არ არის ის, რომ 310 დღეა მოქალაქეები კეტავენ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს. მეტიც, თქვენივე კვადრატში ხომ კახაკალაძის საარჩევნო შტაბი გახდა პრაქტიკულად მთელი ამ პროტესტის ერთ-ერთი საკვანძო ადგილი. ისე ვერ მისულა იქ კახაკალაძე, ვერც ბექაოდიშარია, ვერც თქვენ ვერ მიხვალთ ალბათ, რომ იქ არ მოეწყოს საპროტესტო აქცია რაიმე ფორმით, ხო? მაინტერესებს თქვენ რითი ზომავთ? საუბრობდით წეღან 65%-იან რეიტინგზე, რითი ზომავთ გორბის კვლევას ეყნობით? თუ რა არის თქვენთვის მეტი საზომი, რა სჭირდება ხელისუფლებას, გაზომოს საზოგადოების განწყობები, როცა ხედავთ, რომ პრაქტიკულად არსად არ მიგესულებათ პროტესტისა და აქციების გარეშე? ერთი გორბის კვლევით არ ხვენწყანობთ, ხო? ჩვენ ერთადერთი რამით ხვენწყანობთ, ეს არის არჩევნების შედეგები. და წინა არჩევნებზე ჩვენ მივიღეთ 1,100,000 ხმა. როცა ღილაკებს დაიჭირა ხელი და მოიბეჭდა საარჩევნო ოქმები, დაფიქსირდა 1,100,000 ადამიანის ხარდაჭერა. ეს არის თავარი საზომი. და როდესაც 1,100,000 ადამიანის საბრძოლეთ 100 ადამიანი დგას
გნებავ თბილისის შტაბთან, გნებავ რუსთაველის გზა გამზირზე, ეს თქვენთვის უნდა იყოს, მე მგონი, ეგრეთ წოდებული მარკერი, როგორც თქვენც აღნიშნეთ. მადლობა. რეზოლუციაზე თუ შეიძლება არ არის. ძალიან მოკლედ გეტყვით, საერთოდ არის საინტერესო რეზოლუცია. უკვე გიბასო. შორისი მექანიზმის შესახებ ძალიან. ჩანაწერი. არათუ საინტერესო არ არის, ძალიან უინტერესოა. მადლობა.